საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დაიწყო. ანკარას ესენბოღას აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მუსტაფა ათათურქის მავზოლეუმში გაემგზავრა და პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას. რამდენიმე საათში კი მიხეილ ყაველაშვილს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს. თამარ ციკლაური აშუქებს ვიზიტს და ახლა ის მოამბის ეთერში შემოგვიერთდება. საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად უკვე ანკარაში, ანკარის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა ოფიციალური დახვედრის ცერემონია, რის შემდეგაც ტრადიციის ამებრ საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად გადმოინაცვლა თურქეთის დამაარსებლის, რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ათათურქის მავზოლეუმში, სადაც პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს მუსტაფა ათათურქის საფლავი, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა სამახსოვრო წიგნში გააკეთა ჩანაწერი. რის შემდეგაც უკვე პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად მიემგზავრება თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში. სწორედ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოწვევით იმყოფება მიხეილ ყაველაშვილი ანკარაში ოფიციალური ვიზიტით. პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ოფიციალური დახვედრის ცერემონია. მხარეები მიესალმებიან ერთმანეთს და დაიწყება ამის შემდეგ უკვე მაღალი დონის შეხვედრები. როგორც გაფართოებული პირისპირ ფორმატში არის დაგეგმილი მხარეებს შორის შეხვედრები და მთავარი განსახილველი თემები, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეხება იმ მნიშვნელოვან და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით და შუა დერეფნის კონტექსტი იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. უფრო მეტ დეტალს თავად ამ შეხვედრის შესახებ, იმ საკითხებზე თუ რაზე ისაუბრებენ პრეზიდენტები შეხვედრის განმავლობაში, ჩვენ მოვისმენთ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკური, სოციალური და ასე შემდეგ. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის განმავლობაში განხორციელდება შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან და განხილული იქნება ორხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პრეზიდენტ ერდოღანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა არის როგორც ისტორიული, ასევე ძალიან დროული და კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე რეგიონში მშვიდობის და ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას, ასევე ხაზგასმულია საქართველოს როლი კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე. იმ ისტორიულ ეპოქის ფონზე, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება შედგა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოს უდიდესი როლი აქვს, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფება საქართველოს პირველი ლედი, რომელსაც ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა თურქეთის პირველ ლედისთან. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით შეხვედრას გამართავს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ეს თამარ ციკლაური იყო.